ოლიმპიურ სოფელში არსებული დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოების გამო დევნილებისთვის ბინების გადაცემა ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. ბინების გადაცემა დევნილებისთვის სექტემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ჯერ კიდევ ოლიმპიური სოფლის გახსნისას განუცხადა. ცოტა გადაიწია თარიღმა იმის გამო ერთი რომ ახალი ბინები დაემატა და მეორეს ოლიმპიური ფესტივალის გამო გარკვეული სამუშაოების შესრულება ხვალინგმა ვერ მოასწრო. და საერთოდ ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა დაამთავრონ და შესაბამისად ნოემბერში იქნება შესახებ. აქვს მეორე პროექტი, ეს არის ქართული მენაშენეების კაბინების შესყიდვა. მენაშენეების პროექტის ამ დროისთვის არის განსაზღვრული რომ დაამთავრდეს და შესაბამისად შესახლდება არა 298 ოჯახი, არამედ ერთდროულად თითქმის 500-მდე ოჯახი, 132 ბინას ველოდებით მარტო ერთი ქართული მენაშენისგან და კიდე რამდენიმე ათეული ბინა სხვებისგან. გიორგი არეშიძის პასუხი არა